PMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. PMG Autos. Honda-მ და Nissan-მა ოფიციალურად განაცხადეს, რომ მომდევნო 6 თვეში ისინი გაერთიანებისა და ჰოლდინგური კომპანიის ჩამოსაყალიბებლად მოლაპარაკებებს დაიწყებენ. Mitsubishi-ც, რომელიც Nissan-ის პარტნიორი კომპანია, ამ საუბრებში ასევე მოიაზრება. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ბრენდები 2026 წელს გაერთიანდებიან. დედა კომპანია Honda იქნება, რომელსაც ჰოლდინგში ყველაზე მეტი დირექტორი ეყოლება. შედეგად 50 მილიარდიან კომპანიას მივიღებთ, რომელიც თავის სიდიდით Toyota-ს და Volkswagen გრუპის შემდეგ მსოფლიოში მესამე ავტომწარმოებელი გახდება. გაერთიანების მიზეზად გლობალური კონკურენციის შენარჩუნება და მომხმარებლების მოთხოვნილებისთვის უფრო შესაფერისი პროდუქტის შექმნა სახელდება. შეგახსენებთ, რომ ამ ამბავს წინ Nissan-ის პრობლემები და გამოწვევები უძღოდა. კომპანიამ 9000 დასაქმებული გაათავისუფლა, წარმოების მოცულობა კი 20%-ით შეამცირა. მას შემდეგ კი რაც Honda-სთან გაერთიანებას დაიწყეს ლაპარაკი, მათი აქციების ღირებულება 20%-ზე მეტად გაიზარდა. გაერთიანების შემდეგ Honda, Nissan და Mitsubishi დამოუკიდებელი ბრენდები დარჩებიან. ისინი პლატფორმებს და საწარმოო სიმძლავრეებს გაუზიარებენ ერთმანეთს. საერთო კონცეფციის შემუშავება კი ხარჯებსა და სირთულეებს შეამცირებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეთანხმება Stellantis-ის და Volkswagen გრუპის იაპონური ანალოგი იქნება. ჩინურმა კატლმა, რომელიც ელექტროავტომობილებისთვის ბატარეების უმსხვილესი მწარმოებელია, სრულიად ახალი საავტომობილო პლატფორმა წარადგინა. დასაწყისშივე გეტყვით, რომ სიახლეს განსაკუთრებული უსაფრთხოების გარანტიები მოჰყვება, რომელიც 120 კმ/სთ-ზე სიჩქარით წინა მხრიდან შეჯახებისას დაცვის უპრეცედენტო სტანდარტს ამკვიდრებს. პლატფორმას Bedrock კლდის ბაზა ჰქვია. უსაფრთხოების დონე აღემატება ყველა მიმდინარე სტანდარტს. პლატფორმა შეუძლია გაუძლოს ფრონტალურ დარტყმას საათში 120 კმ/სთ სიჩქარით ხანძრის საფრთხის გარეშე. ხოლო CNKP ტესტებში ფრონტალური შეჯახება საათში 56 კმ/სთ-ზე ხდება სიჩქარით. სპეციალური დიზაინის წყალობით ზემოქმედების ენერგიის 85%-მდე შეიწოვება. შასის სტრუქტურა წააგავს კუს ბაკანს, რომელიც დამზადებულია ცხელი ფორმირებული ფოლადისგან, რომელიც გამოიყენება წყალქვეშა ნავებში. Bedrock-ში მაღალი ძაბვის სისტემა ავტომატურად ითიშება ავარიის დროს, შესაბამისად უჯრედები არ ფეთქდება არც შეხებისას, არც 90 გრადუსიანი კუთხით დახრისას. პლატფორმა მასშტაბირებადია, მასზე შეიძლება სხვადასხვა ტიპის და კლასის ავტომობილები შეიქმნას. პირველი მწარმოებელი, რომელსაც Bedrock-ის გამოცდის შანსი ექნება, Avatria ბრენდი, რომელიც შექმნილია Changan ავტომობილის და Huawei-ის და ასევე Catl-ის მიერ. Hyundai მეორე თაობის crossover-ი Palisade-ის წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო და პირველივე დღეს 33567 განაცხადიც მიიღო. Hyundai მოტორის ცნობით შიდა რეიტინგში crossover-ი ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზე გადავიდა, ჩამორჩება მხოლოდ Ioniq 6, რომელიც პირველივე დღეს 37446 მომხმარებელმა შეუკეთა და განახლებულ Kia Carnival-ს minivans, რომელზეც 36455 განაცხადი შევიდა გაყიდვის დაწყების პირველ სავე დღეს. მეორე თაობის Palisade ბენზინის რავით სამხრეთ კორეაში 43.83 მილიონი ვონი ღირს, რაც მიმდინარე კურსით 29729 დოლარია. მისი ჰიბრიდული ვერსია კი 49.820.000 ვონი ღირს, რაც 33803 დოლარია. ახალმა Palisade-მა ორიგინალური ექსტერიერი მიიღო, გაიზარდა ზომით და შეიძინა 9 ადგილიანი ვერსია, მძღოლსა და მგზავრს შორის დამატებითი სავარძელით. Crossover-ი ხელმისაწვდომია ტყავის სავარძლებით, Bose აუდიო სისტემით, 21 დიუმიანი დისკებით, თითის ანაბეჭდის აუთენტიფიკაციის სისტემით და სხვა მრავალი თანამედროვე აღჭურვილობით. ძრავების დიაპაზონი ოფიციალურად შემცირდა 1 ერთეულამდე, Smart Stream ოჯახის 2.5-იანი მოცულობის turbo 4-ით, თავსებადია ბენზინის და ჰიბრიდული სისტემის მოდელებზე. პირველ შემთხვევაში სიმძლავრე 281 ცხენის ძალა იქნება, მეორეში სიმძლავრე ოდნავ დაბალია 261 ცხენის ძალა, მაგრამ კომბინირებულად 324 ცხენის ძალას აღწევს. ჩინეთის მთავრობის მიზანი, რომ 2035 წლისთვის ელექტრომობილების წილი შიდა ბაზარზე 50% ყოფილიყო, 10 წლით ადრე 2025 წელს შესრულდება. მომავალ წელს ბატარეებზე მომუშავე მანქანები დაიკავებენ მსოფლიოს უდიდესი ბაზრის ნახევარზე მეც გაყიდვებში. ასეთ პროგნოზს აკეთებენ UBS, HSBC, Morningstar და Wood Mackenzie, წერს Financial Times-ი. მიმდინარე წლის ბოლომდე ჩინელები 12 მილიონ ელექტრომობილს შეიძენენ, რაც 20%-ით მეტი 2023 წლის მაჩვენებელზე. თუ ტენდენცია გაგრძელდება, ჩინეთი შეძლებს მწვანე მიზნის მიღწევას ევროპამდე და დაგეგმილზე 10 წლით ადრე. მიმდინარე პროგნოზების მიხედვით 2034 წლისთვის ბატარეებზე მომუშავე მანქანების გაყიდვები ჩინეთში შეიძლება
18 მილიონ ერთეულამდე გაიზარდოს. შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებზე კი მოთხოვნა მცირდება და 2034 წლისთვის გაყიდვების შემცირება 3 მილიონ ერთეულამდეა პროგნოზირებული. მზარდია ჰიბრიდების პოპულარობაც. 2025 წელს გაყიდული პლაგინ ჰიბრიდების მოცულობაც რეკორდს დაამყარებს, ხოლო 2033 წელს 6 მილიონ ერთეულს გადააჭარბებს. საწოლზე მომუშავე ავტომობილებთან ერთად ჩინეთის ბაზარზე პოპულარობას შესაბამისად წილს კარგავენ უცხოური ავტომწარმოებლები. 2024 წელს უცხოური ავტომობილების წილი 37%-მდე შემცირდა, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 64% შეადგენდა. Pagani Huayra Air აუქციონზე პირველად გაიყიდება, ამ მოდელს 30 ეგზემპლარის წარმოებაა დაგეგმილი, ეს კი მეხუთე ეგზემპლარია, რომელსაც მხოლოდ 196 კილომეტრის გარბენი აქვს. სავარაუდო ფასის დიაპაზონი 2,8-დან 3,2 მილიონ ევრომდეა, არც ისე ბევრი თუ გავითვალისწინებთ თავდაპირველ ღირებულებას 2,6 მილიონ ევროს. ბერლინეტა აგებულია Zonda Air-ის პლატფორმის მიხედვით და აღჭურვილია ბუნებრივ ასპირაციული V12-ით, რომელიც შექმნილია ნულიდან სპეციალურად ამ მოდელისთვის სულ რაღაც 2 წელიწადში. Huayra Air არ არის ლეგალური, ამიტომ მომავალ მფლობელს შეიძლება მისი მართვა მხოლოდ დახურულ გზებზე მოუწიოს. 6 ლიტრიანი ძრავა 850 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი მაბრუნი მომენტი კი 750 ნიუტონ-მეტრია, წარმოედგინეთ წუთში 9000 ბრუნი და ფორმულა 1-ის წარსულის ავტომობილების ხმა. BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. BMG Autos.